ყურადღებით თუ შეიძლება. მისტერ უილიამს ფეხზე წამოდექით. მარჯვენა ხელი ასწიეთ. დაიფიცეთ რომ იტყვით სიმართლეს და არაფერ სიმართლის გარდა. პიცავ. მადლობა ბრძანდით. მისტერ უილიამს შეგიძლიათ გაიხსენოთ რა მოხდა Deepwater ჰორიზონზე. დაახლოებით 10-ის ნახევარზე ჩემს ცოლს ველაპარაკებოდი. ამ დროს გავიგონეს სისინის ხმა. ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. სისინი უფრო ძლიერ ხმად იქცა. ენით აღუწერელი ხმა გაისმა. რამდენიმე წამში საზარელი აფეთქება მოხდა. ნამსხვრევები ყველა მხრიდან მოფრინავდნენ. ისეც ხელოდა რომ ვიგუდებოდით. შეგიძლიათ აგიხსნათ როგორ მუშაობს Deepwater ჰორიზონის სიგნალიზაციის სისტემა? ყველა პლატფორმაზე ერთნაირად მოქმედებს. პირველი მიზეზი ცეცხლი, მეორე აალებადი სითხე და მესამე მომწავლელი გაზი. ყველა კონდიციას მკვეთრი ხმა და კაშკაშა სინათლე მოჰყვება. 20 აპრილს Deepwater ჰორიზონზე მსგავსი ხმა გაიგეთ? არა, სერ. და იცით რატომ არ ჩაერთო სიგნალიზაცია? ბატონო უილიამს. Deepwater ჰორიზონი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. სიღრმე 914 მეტრი. ქვევით ჩავდივართ. მე ჩრდილოეთით დავრჩები და დავაკვირდები. Ას 50 მეტრი მილის შემოწმებაა საჭირო. ჯაბურღილი და ნაირის. სითხის ამოხეთქვის საწინააღმდეგო მოწყობილობა. ბურღის სიღრმე 5 კილომეტრი. სკერძე რა ხდება? პატარა კოროზია. ამდენი ხნის აღჭურვილობისგან სხვას რას უნდა ელოდე? კარგი. სიაში შეიყვანე და ატვირთე. ყველაზე გიჟური სიზმარი ვნახე. მეც ვიყავი? არა. კონცერტზე ვიყავი და სცენის ერთ მხარეს ორფეხა კურდღელი იდგა. და რა არის მან საშიში? მისმინე. მოძრაობდი. და რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს იმეორებდა. აღარ მითხრა რადგან ვიცი რის თქმას აპირებ. ფიქრობ ის კურდღელი დედა ჩემი იყო. ხო, ასე ვარ. მადლობა, ახლა მე ვნახავ კოშმარებს, კარგი? ის მტრულად განწყობილი კურდღელი იყო. კარგი, ხო. მოდიში, მაგრამ რას აკეთებ? ასე მარტივად უნდა დამტავალოს და ერთი დღე დაღამე. ძილის საშუალებას გაძლევ. ძილის გარდა სხვა რამეც მჭირდება.
პირდები რომ დედა შენს არ ახსენებ? სიყვარულის 30, 60 თუ 90 ამანეთი გჭირდება. 90-ს ავიღებ. ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მომყოფებ. შენი სიცილი და შენი პირი მომენადრა. შემომხედე. მიყვარხარ. ჩვენ სხვანაირად შევთანხმდით, მეგობარო. კარგი. შენი თავი ზედმეტად მაგარი მექანიკოსი გონია რა? რა თქვი? დავედით პატარავ. მე დამსვი. მე წაგიყვან. არა, მე წაგიყვან რა. არა. ძალიან გთხოვ. ინდა რომ წინ დაგსვა? ის ნაგავი გაყიდე და დუკატი იყიდე. ჩინურ მაღაზიაში ივაჭრე. ხოლოდ იმიტომ არ დავაგაგუნე, რომ ძმა მინდა. კარგი, ეს შემოწუხებელია, რადგან ამის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდე. შენ მხოლოდ ის უნდა იცოდე, რომ ბავშვები საყვარლები არიან. მართლა მინდა ძმა. როგორ მიდი საქმე? ძვირფასო მამას ანახე. ჯერ არ დამისრულებია. არა და ყოჩაღი ხარ. შოუს დაწყების დრო. ძალიან მაგარია. ნუ მიყურებ. რატომ? რადგან დისკომფორტს მექმნი. ჩემი შემოხედვა რატომ გიქნის დისკომფორტს? გაჩერდი. მაიკი მამაჩემია. ის მუშაობს პლატფორმაზე, სადაც ზღვიდან ნავთობს მოიპოვებენ. არა, დიპოდერში ნავთობს არ მოიპოვებთ პატარავ, ჩვენ მკვლევარები ვართ. მამიკო და მისი მეგობრები ნავთობს ეძებენ და მილებს ამონტაჟებენ, რათა ბანძების გუნდი მოვიდეს და სიტყვა ბანძი არ ახსენო. ისინი ბანძები არიან, მაგრამ მომისმინე, იმ ტიპებს არაფრის ამოგაჩვა არ უწევთ, რადგან ნავთობი თავისით ამოდის ზევით. სიჩუმე, რადგან ნავთობი მონსტრია. დინოზავრები ახლა ნავთობად იქცნენ. აქედან გამომდინარე 300 მილიონი წლის შემდეგ დინოზავრები ისევ პატარავდებიან და პატარავდებიან. უფრო პატარები ხდებიან. კარგი, შეგიძლია ერთხელ თქვა, რომ პატარავდებიან. რადგან ისინი მიწას და ზღვას ჭყლიტავდნენ, ახლა კი ხაფანგში არიან გაბმულნი. ამ ხაფანგის სახურავზე მამიკო და მისი მეგობრები ხვრელს აჩენენ. მოხუც დინოზავრებს არ სჯერათ, რასაც უყურებენ. ამიტომ ხვრელისკენ მირბიან, სადაც ისინი უზარმაზარ მოწყობილობას ებეთებიან. ამ მოწყობილობას ქვია აჯაყების ჩამხშობი. ასე არა? გახრედით განდამცავი. ისინი ტალახში ამოისრებიან და ჩალაში იჭედებიან. ტალახი იმდენად სქელი და მძიმეა, რომ მონსტრებს ამოსვლის საშუალებას არ აძლევს. შემდეგ კი მამა და მისი მეგობრები ახალ ადგილზე გადადიან. შემდეგ ბანძი ტიპები ერთვებიან საქმეში ისე თითქოს თელს საქმეს ისინი აკეთებდნენ. ხომ გითხარი მასე ნუ ამბობთქო, მაგრამ რეალურად მამა ჩემი იმორჩილებს დინოზავრებს. ძალიან მაგარი იყო, ჯობია სამუდამოდ 10 წლის იყო. მამა წიაღისეული მომინდანე. კარგი. მინდა ხელში მეკავოს, როცა ვიტყვი, რომ მამა ჩემი დინოზავრების გამხედნავია. ახლა მეგის მამაზე უთხარი. მამა მისი ზოოპარკში მუშაობს და მან ნამდვილი პინგვინი მოიყვანა. ასე არ შეიძლება. პინგვინი მოიყვანა. პინგვინს როგორ უნდა გაუწიო კონკურენცია? წიაღისეულით. წესები უნდა არსებობდეს. მერტო. ედავ რა მოხდა? შეაჩერე.
იყიდე საწვევი, რათა სამსახურში წახვიდე. იყიდე საწვევი, რათა სამსახურიდან დაბრუნდე. შემდეგ ისევ უნდა იყიდო საწვევი, რათა სამსახურში დაბრუნდე. შენ ხომ იცი კოდები პირველ რიგში შუმანს დაურეკე. რაზე ლაპარაკობ? ვერტფრენით გზავრობის მეშინია. მე ზღვაურზე მხოლოდ მაშინ უნდა ინერვიულო, როცა თვითონ დაიწყებს უწუნს. ჩემ სიტყვებს ჩემსავე წინააღმდეგ ნუ იყენებ. უკვე გამოვიყენე. ნუ იყენებ. უკვე გამოვიყენე. გაჩერდი. ნახვამდის საყვარელო. ნახვამდის თევზო. მიყვარხარ. მეც. სამი კვირის შემდეგ შევხვდებით. კარგად. შემდეგი? დილამშვიდობის მისტერ ჯიმი. როგორ ხარ სერენ? კარგად შენ? ჩანთები მან დაალაგე და რეგისტრაციისთვის მოემზადე. დღესა და პირებ წასვლას. ისევ დიპოტერზე. სად მიდიხარ? დიპოთერ ჰორიზონზე. და რომელ კომპანიაში მუშაობ? ტრანსოკეანში. შენ წონა არ გაინტერესებს? რა თქმა უნდა. 82 კილო ხარ. მართლა? შვენიერი ასე განაგრძე. კარგი დროებით. დაჯექი და ფრენეს დაელოდე. მადლობა. მისტერ სიმს, მისტერ ობრაინ, დეივიდ სიმსი, ჯიმი ჰარელი, დიპოტერის ოპერაციების ზედამხედველი. დიდი მადლობას გიხდით, რომ ჩვენც წაგვიყვანეთ. ვიცი ბიჭებს დიდი სამუშაო აქვს და ჩვენგან დავალებული არ ხართ. სხვა გზა არ მქონდა. შეიძლება ხალხსტუხი მოიხსნა. თუ საჭირო გახდა კი? ხალხსტუხი არ არის პრობლემა. ფერი მიშლის ნერვებს. ფერი? უფრო მაგენტა. მერე? ნავთობის პლატფორმაზე მაგენტას სიგნალიზაციას ყველაზე ცუდი მომასწავლებელია და ცრურწმენებსაც გასაგანს აძლევს. დილამშვიდობის. მაიკ უილიამსი. სად მიფრინავთ? დიპოთერ ჰორიზონზე. გააჩერე. თავისუფალ დროს რაც აკეთებ? ისევ ნავის გაძლიერებაზე ვჩალიჩობ, მართლა? 600-დან 1200-მდე მოუმატე ცხენის ზალა. სენსეკის პროპელერი დავითრიე. გინდა რომ გაფრინდე? არა, უბრალოდ უფრო სწრაფად მინდა იაროს. გზავრები ადგილზე არიან. გასაგებია, ბოსკოვ კოორდინატები შეიყვანე. 492 დაბრკოლებას ადგილი არ აქვს. 7 ამინდია. ალტიმეტრი 2997 მუშა მდგომარეობაშია. ბრისტოუ 2 ბრავო გალფის ზღვისკენ მიფრინავს 45 წუთში დიპოთერ ჰორიზონზე ვიქნებით. გასაგებია ბრისტოუ. და ბრიჯ პეტროლიუმში რა საქმით ხარ დაგავებული მისტერ სიმს? ოპერაციები შეგვეთით. აი დაიწყეს ჯიმი. როგორც იცით, ცოტათი ვაგვიანებთ. 53 დღე დააგვიანეთ, მაგრამ ვინ ითვლის მაგას? შენი ბონუსი სად უნდა დახარჯო, მაიკ? ეზოში აუზი მინდა გავაკეთო შენ? მანქანა უნდა გავმართო. იცი როცა პირველი ორ მოვაფეთქდა 5 დღე დაგვჭირდა რათა $1,000,000 მილსადენი აღვედგინე. და ვისი ბრალი იყო აფეთქება? რა მანქანა ყავს? 1969 წლის მუსტანგი. კაბრიოლეტი? ვინილის სახურავი. და რა ჭირს მანქანას? დღეს დილით მანქანიში ბენზინის სუნი იდგა და არ იქოქებოდა. ისი არ დგას ხოლმე სუნი? არა, რადგან ბაქს არ გასდის. ჭიც დავეჯახეთ მეგობრებო. მას არ ვიღებ. გამოჩნდა დიპოთერ ჰორიზონი. დაჯდომასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვექნება. ასეთი დიდი რამ აუცილებლად ღმერთი შექმნილი იქნება. ძალიან ლამაზია. ფეხებით არ დგას და არც ისე მაღალია. ვიცი, მაგრამ მაინც რთული დასაჯერებელია, რომ ეს ხომალდია.
ეგამ ნიჭიერ ახალგაზრდა გოგონას დამსახურება. Bingstones რა უნდა აქ? ვინ გასაბძანება? Bravo galpi დაჯდომის უფლებას მოითხოვს. Deepwater Horizon, წყალქვეშა ტვირთის გადამზიდავი გემი. მდებარეობა ლუიზიანას სანაპიროდან 65 კილომეტრის მოშორებით. თავისუფლად ცურავს 1585 მეტრს სიმაღლეზე. დაწესებულებაში 126 ადამიანი მუშაობს. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება. უკვე მორჩით? არ ვიცი რა გითხრათ მისტერ ჯიმი. მორჩნენ? ვიღაც ვიდრინს ელაპარაკა. რა მორჩნენ? სკიპ, დიახ სერ. აღბრიცხველები მიდიან? ხო, ისინი მიდიან. ვევით ბეტონი უნდა დაეფიქსირებინათ და უკვე მორჩნენ. დამთავრდა ჩვენი საქმე. ვიდრის და ელაპარაკე. ვიდრის? რა თქვა? ვერაფერი გავიგე. რა თქვა სკიპმა? ცემენტი უნდა შეემოწმებინათ, მგონი მაგის გაკეთების გარეშე წავიდნენ. რა, რატომ? შლუმბერგერმა ისინი სახლში გაგზავნა. მართლა? ხო. უჩდა რა უნდა ბენგსტონს აქ? კარგად, შე როგორ ხარ? რას აკეთებს ბენგსტონი აქ? დილამშვიდობის პით, მოგენატრე. ყოველთვის მიხარია რომ ხედავ ანდრია. სად არის ტუალეტი? ზედაწერია. სკიპმა არ გითხრა რომ ცემენტზე ჩანაწერები გაგეკეთებინა. არა. ანუ ჩვენი საქმე დასრულებულია და მე ახლა ვიგებ ამას. ვერ ხვდები როდის მოახერხეს ცემენტის ტესტირების ჩატარება, რადგან უკვე მიფრინავენ. მე რას მეკითხები, უბრალოდ კაპიტანი ვარ რა. პოზიტიურმა ტესტმა როგორ ჩაიარა? ნორმალურად უბრალოდ მონაცემები წაიშალა. რაც გულისხმობ? რა მდგომარეობა? აერის ტემპერატურა 74 გრადუსია, დღეს ზღვა შედარებით წყნარია. პირდაპირ ნებადართული ზონის შუაშია. მოტოციკლზე ისე ვარ გსვამენ? პროპელერი ცხვერჭედავს. ანდრია, დიახ სერ. კაპიტან ლენდერს დაურეკე და კითხე რას აკეთებენ აქ და რატომ? კარგი. დეიმონ ბანკსტონ. Deepwater Horizon-დან გიკავშირდებით, გესმის ჩემი? მესმის ლაბარაკობს დეიმონ ბენგსტონი. რა ხდება? აქ რას აკეთებთ? უეცრად ამ ურჩხულთან გადმოგვაგდეს და ჯობი ამას ბოზი უწოდა. როდის აპირებთ მოქმედების დაწყებას? როგორც მითხრეს 6 საათზე დაიწყება ამოღებაო. დადებითი წნევის ტესტირება ჩავატარე, ისინი ფიქრობენ რომ უარყოფით წნევაზეც მსგავს შედეგს დავდებთ. ასე მითხრეს წასასვლელად მზადხართო. ვინ გითხრა? British Petroleum-მა, ვიდრინმა. არ ვიცი ველოდები ბრძანებას, რათა თქვენი ტალახი ავკრიფო. სხვა კითხვები გაქვთ? არა, მადლობა. მოკლედ ბიპიში მომუშავეები, ვიდრინი და გალუზა საღამოს 6 საათზე ამ ბოზის დამორჩილებას და ტვირთის გემზე დადებას მოგთხოვენ? ასეა, კაპიტანო. დიახ, ასეა. დილამშვიდობის მისტერ ჯიმი. ასე უეცრად? მადლობა, კაპიტანო. ტელეფონი ისევ არ მუშაობს, მაიკ. მე ჩვენსკენ ვარ, მისტერ ჯიმი. ხო, ქვევით ჩადი და ჯეისონს კითხეთ, ცემენტი შეამოწმეს თუ არა. კარგი. მადლობა. ბატონებო, ცემენტის ტესტირებაზე რამეს ხომ ვერ მეტყვით? ცემენტი შემოწმებაზე? შეამოწმეს? დაგეგმეს თუ უკვე ჩატარებულია ტესტირება? არ იცით არა? გასაგებია. რონი? შენი მუსტანგი შეიძლება სტარტერის გამო არ იქოგებოდეს. შეიძლება შეერთების ბრალია. ეგრე შეიძლება კაბელის ან მომწოდებლის ბრალი იყოს. ისეთ ხმას ხომ არ გამოსცემს თითქოს ძრავი იყოს გაფუჭებული. არა. იმ ნაწილებზე ფიქრობდი, რომელიც შეიძლება გამოსაცვლელი გაგიხდეს. ხო, მადლობა. ავტომატიკაა თუ მექანიკა? არ მიცნობ? ესე იგი დრიფტაობა გიყვარს. მართლა? ამას მისტერ ტოიოტა მეუბნება?
აქეთ მოიწიეთ. მოდი პატარა. ოთხასი ბარელი ამოვწურეთ. გასაგებია. მილსადენის დამაგრება მაგრად მომხიარულებს. გაჩუმდი. დაქს. გამარჯობა რა შვები ძმაო. როგორ ხარ გალებ? გამარჯობა მაიკ. რამდენიმე საათის წინ უკეთ ვიყავი. რატომ? გეძინა? ხო? გამაღვიძეს და დამატებით მომუშავებენ. ძალიან ბევრი მილი უნდა ჩავტენოთ რათა დაღამებამდე მოვჭეთ. ეს რატანსაცმელი გაწვია? იმი გამწარებულია, აინტერესებს ცემენტი შეამოწმეს თუ არა? არა მგონია. შეი, მოდი აქ. რა ხდება? შლუმბერგის ცემენტი შემოწმებულია? არ ვიცი, ახლა გავიღვიძე. ცემენტის შემოწმება სულელური თემაა? არა, მაგრამ არ ძალიან ჭკვიანური აზრია. ერთი თქვენს თავს შეხედეთ. სინქრონულ მოცურავებს გავხართ. თუ ამდენს ფიქრობ, შეიძლება თავიც კი აადგიო. კარგი ძადი აქედან. ბიჭებს გაუმარჯოს. ეს რა გაწვია? მისტერ ჯიმის აინტერესებს შლამერის ბიჭებმა ცემენტი შეამოწმეს თუ არა? რა თქვი? ცემენტის შემოწმებაზე გალაპარაკები. წოდა აზე მოდი. ერთხელაც გაიმეორე. კარგი გეყოფა რა. ჯიმი ისედაც გამწარებულია. მაგას შლამბერი ქვია ძმაო. შეამოწმეს თუ არა? არა, ვირდინმა და კალუზმა ბიჭების სახლში გაუშვეს. კი, მაგრამ რატომ? მიზეზები არა უხსნიათ, მაგრამ როგორც ხვდები, ფულის თემა უნდა იყოს. ტელეფონი არ მუშაობს. ჩანდება. მისტერ ჯიმი, ილაპარაკე. ბიჭების სახლში ტესტირების გარეშე გაუშვეს. შესაბამისად, ცემენტის შემოწმებაზე არანაირი ჩანაწერი არ არის. მადლობა, მაიკ. მაიკ, პირველი სადგური მძღობრიდან გამოვიდა. ჩანდება. ისევ ლურჯ ეკრანს ხედავ. დაკ, შენს ეკრანზე რა ხდება? ეკრანი არასტაბილურ მდგომარეობაშია და კვამლის დეტექტორი არ მუშაობს. შერაშვები, მაიკ. ჩანდება. ჩემს ხელსაწყოებს მოვიდან. სახვევებით და კვებით უნდა შეაკეთოთ. როცა სახვევს ვაკრავ, ქვეშ კიდევ 3 ან 4 ჭრილობა იჩენს თავს. ასე არ გამოვა. კარგი იმუშავეთ, უკვე რამდენი კვირა რეპეტიციებს გავდიოდით. არა, უკეთესი სტროფი წაიღერე. ამაზე კარგი რა უნდა იყოს? დიბები ფულის გულისთვის კაცსაც მოკლავენ. გამარჯობა ჰოლივუდ, გაუმარჯოს. მაიკ, რა შვები დეილ? მორჩით უკვე? არ ვიცი, შეიძლება. დღეს უნდა ვითევზაოთ, არა? გონი დღეს ვერავინ ითევზავებს, ძმაო. შენი ანკესით ვეშაპის და ზვიგენის დაჭერას აპირებ? კარგი იდეა. ინდა დაგენიძლავა, რომ მომდევნო ოპერაციაზე ჩვენ ერთი და იგივე პოზიციაზე ვიქნებით. კარგი ფსონები გამოუშვი, 50. არა, არ მინდა 30. ერთი და იგივე პოზიცია. დაივიწყე. მაიკ უილიამს, შესაძიზღარო ნაბიჯვარო. პატრიკ, რა შვები? რავი შენ? მგონი მორჩით, მართლა? ხო? ვინ გითხრა? ვერ გეტყვი. რას ნიშნავს ვერ მეტყვი? რატომ ვერ მეტყვი? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გორდონი გეძებს. გორდონმა გითხრა, რომ საქმე დასრულებულია? არა, აბა რა ხდება? რაღაც უნდა გაჩვენოს და შენ რატომ ელაპარაკები? ვიცი რომ მუშაობა დაამთავრეს. ჩემს სახელოსნოში ყავი? არა. ჩემს ნივთებს ხელი არ ახლო, არაფერს ვკიდებ ხელს. წადი რამე შეაკეთე. კარგი. წასიამოვნო დღეს გისურვებ. ხო შენც? მოიცადე ძვირფასო. რას ამბობდი? მაგარი ამბავი მაქვს, ვერტფრენი არ ჩამოვარდა. მე კიდე მეგონა ჩამოვარდა და თავიდან დავოჯახდი. მართლა მდიდარი კაცია? გაიხსენე დედა შენი რას გეუბნებოდა? მდიდარ კაცზე გათხოვება მარტივი საქმეა, ფელიცია. დედა ჩემს არ ჭირდებოდა მდიდარი ქმარი. რომ იცოდე, ღუმელია შესაკეთებელი. როცა დავბრუნდები შევაკეთებ, ნუ ინერვიულებ. კომპიუტერს მივახლოვდი. რა? მოდი ახლოს. თვალებში უნდა ჩაგხედო.
მანდ რა ხდება? ყველაფერი ისე ვიცია. ჯოჯოხეთის ორმოში ვარ ჩავარდნილი. სათხარ? კი, 3. 2? 1. მიდი. ექსახე. სოციოპათი ხარ. არა, ეს არის კონცენტრაცია, მიზანდასახულობა, დაძაბულობა, მიზანსწრაფობა. დაგამარცხე. ვერ ვიტან, როცა შენთან ვაგებ. კარგი კოცნი მალე გნახავ. ჯანდება. ჩემს ნივთებს რატომ კიდებს ხელს? შემდეგ ადგილზე სურთ გადანაცვლება. გასაგებია. ამ თემაზე კონსულტაცია BP-სთან, გალუზასთან ან ვინმესთან ხომ არ გაგივლია? არა, მე არაფერს ვაში ვარ. ვიდრე მითხრა ასე მოიქეცითო. მოდი იმ თემაზე ვილაპარაკოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 16 მაისამდე მაკონდოდან კასკიდაში უნდა ჩავიდე. კასკიდა იმედის მომცემი ადგილია, 3-4 ბილიონი ბარელი. BP სულ არ ჯდება მაგდენი. დანდა გლაუს გავარ თუ რა ხდება? არა, ისე ცოტათი გავხარ. წვრთნელი მაილსი მიჩიგანში დამაშობდა, მაგრამ მასში ლუიზიანას სული ბუდობს. მაგას როგორ იძახი? რადგან გავიმარჯვეთ? გაიმარჯვეთ? ისე ლაპარაკობ, თითქოს შენც იქ ყოფილიყავი. პატარაობიდან მასწავლიდნენ, რომ ტუალეტში შესვლის დროს ასეთი რამე თქვა. გნახავთ ტასკალუსაში. დავრობაში მუშაობთ ხომ, ბიჭო? დაალაგეთ ოთახი. ზიგიჟია, შეხედე რა მოხდა. ეს თასები კოლექციის შემატეთ. კარგი. პატრიკმა მითხრა, რომ რაღაც საქმე გაქვს. დიახ, 4 დღის წინ სეპარატორი მწყობრიდან გამოვიდა და როგორც იქნა ვიპოვე პრობლემის წყარო. ამა შეხედე, შენთვის შევინახე. ეს კბილია? ხუმრობ? შენ ახლა პატარა გოგო და მამამისი გააბედნიერე. მადლობა. შენთან დავალებული ვარ, ძმაო. გამარჯობა, გორდონ. გაგიჟდები, როცა გაიგებ, რომ დალხში გაუშვეს. ო. დამომყები, მაიკ. რად მიდიხარ? BP-ის აღმასრულებელი დირექტორები უნდა დავხოცო. მაიკ. დილით კბილები გაიხეხე? დიახ, სერ. რატომ მეკითხებით? ბილის ძაფიც გამოიყენე? არა, რატომ მეკითხები? რადგან ძაფი ადრე თუ გვიან ფულს დაგაზოგინებს და ტკიბილს აგაცილებს თავიდან. ჯიმი BP-ს ეჯახება. ცემენტი არ შეუმოწმებიათ, მათ არაფერი უქნიათ. რა ხდება? ვალი გაქვს? წამოდი. გამომყევი. მაგარია. დონ 51 ხაზზე გაიხედე შენს მიერ დადგენილი მაქსიმალური ღირებულება. ვერ ხედავ 51. ამას ვიხედავ. დონ ბიდრინი და თავად ბობ კალუზა. კეთილი იყო შენი დაბრუნება, ბატონო ჯიმი. მადლობა. როგორც ჩანს 5000 მეტრი ცემენტი გვაქვს. ხომ? ხოლოდ ეს გვიცავს. გახვრეთ ისგან და უკვე გამკრივდა არა? კი. დაგმარისი დრო გქონდა. პროცედურის სათანადოდ ჩასატარებლად არა? რადგან თუ ცემენტს დაერხა, მის ზემოთ ყველაფერს დაერხება. არაფერს დაერხება. იუსტონს პრობლემა არ აქვს. შლამბერგის ტიპებმაც იგივე თქვეს, ხო? ცემენტის შემოწმებაც მსგავსი შედეგით დასრულდა არა? ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი ცემენტი იდეალურ მდგომარეობაში იქნება. ცემენტის სიმკვრივეზე არ ვნერვიულობთ. ბიჭებო, თქვენ ბაბუაჩემს გავხართ. უკაცრავად? ბაბუაჩემი კბილის ექიმთან არ დადიოდა, რადგან არ უნდა გაეგო რა ჭირდა კბილზე და შესაბამისად მკურნალობაც არ დაჭირდებოდა. ცემენტის მდგომარეობის გაგება არ გსურთ, რადგან 53 დღე აგვიანებთ და ბიუჯეტს 50 მილიონი დოლარით გადააჭარბეთ. შენც დამნაშავე ხარ, ბატონო ჯიმი. ეს ადგილი BP მაირჩია, ბობ. შესაბამისად პასუხისმგებლობაც თქვენ გეკისრებათ. რა თქმა უნდა, ვცდილობ გამოვასწორო თქვენი შეცდომები და შესაბამისად მეც ვარ დამნაშავე, მაგრამ დაბარი ის არის, რომ ბიჭები სახლში გაგზავნეს, რადგან შეიძლება ისეთი რამე თქვათ, რაც თქვენ არ გესიამოვნებოდათ. რა დაჯდებოდა ტესტირება? 125,000 დოლარი? კომპანია, რომელიც 180 მილიარდ დოლარიანია. ასე მეწროლმანი არ უნდა იყოს. ჩემი კომპანია 186 მილიარდი დოლარია, მაგრამ ჩვენ ხარჯები არ გვადარდებს. და ჩემი აღჭურვილობის მდგომარეობა მადარდებს. ჩემი გუნდი ამით ცოცხლობს, თქვენ კი უბრალოდ ქირაობთ მას. მაიკ, ორიმემ კარგად ვიცით, რომ სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ცოტა ხნით საქმე უნდა გავაჭიროთ. რამდენადაც გასჭირდება შეკეთება? 390. 390, დიახ. ჩამოთვალე ზოგიერთი დანადგარი. ჩამოთვალო. მაინტერესებს სამუშაოსთვის ხელი შემშლელი, რომელი აუცილებელი ნაწილია გამოსასვლელი.
საიდან დავიწყო? ბიოპის სამართავი, ტელეფონის სისტემა, მილების საცავი, GPS-ის ანტენა, CCTV, უგაბელო ინტერნეტი, ორმაგი გასაღები, წყლის მტუმბავები, კვამლის დეტექტორები, ჯალამბები და თქვენ ოფლიანდებით, რადგან კონდიციონერიც არ მუშაობს. მხოლოდ ტუალეტია გარკვეულ მდგომარეობაში. არა, მაგრამ ტუალეტში არაფერი მესაქმება, მე მხოლოდ ტექნიკას ვაკეთებ. ვინ ხარ? მაიკ უილიამსი, სარემონტო სამუშაოების დირექტორი. მინდა იგივე გითხრათ, რაც ვერთ ფრენჩი მათ დირექტორებს უთხარი. მათი ვიზიტი დროული იყო. უნდა დავწმუნდეთ, რომ ჭა იდეალურ მდგომარეობაშია. ეს უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ ნავთობის ამოღებას დაიწყებენ. სამწუხაროდ სათანადო შემოწმებას დრო სჭირდება. 43 დღე, 44. განაგზეთ პლან. 45-46. ნამცხვარი მიერთვი ბობ. ზემენს მე ვერ შევამოწმებ, მაგრამ გეტყვით რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, სანამ რამეს ვიზამთ. უარყოფითი წნევის ტესტს ჩავატარებთ. თუ რა თქმა უნდა აუცილებლად მიგაჩნია, კი აუცილებელია და ასე უნდა ვიმოქმედოთ. თან არ ვიცით ეს მყარი ჭაა თუ არა. ტელეფონები ამუშავდა. მისტერ ანდერსონ, მისტერ ჯიმი ვარ. უარყოფითი წნევის ტესტს ვიწყებთ. 915 მეტრიანი მილსადენით დავიწყებთ. მადლობა. ახალგაზრდა მომარიცით სადვიპოვა ბატონი მაიკ უილიამსი სარემონტო ხელსაწყოების ოთახში. საჭმელს ჭამს. მადლობა სასიამოვნო დღეს გისურვებთ. თქვენც ასევე. მისტერ უილიამს. მისტერ ვიდრინ დაიგარგეთ? არა, უბრალოდ შემოგიარე. რით შემიძლია დაგეხმაროთ? როგორც ჩვენ შეხვედრაზე უფრო მეტის თქმა გინდოდა, მაგრამ არ გაცადეთ. კარგი. ეს აღჭურვილობა არაფრად არ ვარგა? გავს რამ არ მithქვამს? გონი რომ თქვი, რატომ მოხვედით ჩემს ოთახში ბატონო ვიდრინ? BP დიდი კომპანიაა, მაიკ. ძალიან დიდი და კომპლექსური ორგანიზაცია, რომელსაც მილიონობით კავშირები აქვს. ჩვენს კომპანიას ათასობით ადამიანთან აქვს კავშირი და ჩვენ ძალიან ბევრს შრომობთ იმისთვის, რომ ჩვენთან დაკავშირებული ყველა ადამიანი და ჩვენს მიერ ამუშავებული ყველა პროექტი წარმატებული იყოს. რათა თითოეულმა ჩვენგანმა ნახოს მოგება, ამიტომ არსებობს დიდი სურათი და არსებობს პატარა სურათი. მაგალითად, როგორიც შენ და შენი გაფუჭებული აღჭურვილობა ხართ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთზე ვართ გადაბმულები. ყველა მივყვებით დინებას. თუ შემწყობრიდან გამოხვედი, ესე იგი მეც გამოვედი და მთელი მატარებელი ადგილზე ჩერდება. ვლები რას ვამბობ ბატონო უილიამს? ზამლები დავლიოთ ბატონო ვიდრინ. უბრალოდ ვცდილობ გავიგო, რამდენად გამართული და რამდენად ახლოსაა მატარებელი რელსებთან. კარგი. გასაგებია. ჩემი აზრი გაინტერესებთ? დიახ. კარგი. ჩემი აზრით საწვავის მოპოვებას მეწყერ საშიშ ზონაში ვცდილობთ. დაждდომის დროს საწვავის გათავება არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება. ეს ცუდი იდეაა. იმედის ქონა არ არის ტაქტიკა. გასაგებია. დიდი მადლობა გულწრფელი აზრებისთვის. ეს უბრალოდ ერთი დასაქმებული პიროვნების აზრია. ეს ლოკოა? დიახ. 30 კილოგრამი. და როგორ მოახერხე მისი დაჭერა? ხელით. ლოკოს ხელით ვიჭერთ. ეს სასაცილოა, რადგან როცა მე და ჩემი მეგობარი ხელით ვტევზაობთ, ჩვენ მხოლოდ ვისკი და ტბა გვახალისებს. შემდეგ კი ყველაზე ბნელ და ღრმა ხრელს პოულობთ და ვიმედოვნებთ, რომ უზარმაზარი ლოკო გვიკვენს და შემდეგ მის ამოთრევასაც მოვახერხებთ. ჩვენ გვინდა რომ გვიკვინოს. ასეთი გეგმაა. მაგრამ მზად ვართ რომ გვიკვინოს. ჩვენ მზად ვართ. ასხმული გვაქვს ფეხსაცმელი, ქუდები, ხელთათმანების სათვალეები და მზად ვართ. ხელს იმ ხრელში დიდი იმედებით არ ყოფთ. იმედის ქონა ტაქტიკა არ არის. მადლობა რომ დრო დამითმე. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ასევე. ნაბიჯვარი. უარყოფითი წნევის შემოწმება. ყურადღება ვიწყებთ უარყოფითი წნევის შემოწმებას. ვინც ამ საქმეში ჩართული არ ხართ, ბაქანს მოცილდით. 10 გრადუსით მარჯვნივ, 176 ბლოკი.
გასაგებია. 176 ბლოკი. ტრიალდებით. მეხუთე კილა? უბრალოდ ვიკითხე. ყველანი მზად იყვნენ. ეს შეიძლება ბოლო გამოცდა იყოს. გასაგებია. კიდევ ერთ ტესტს ვატარებთ. ო, რა პრობლემა? ისინი პრობლემას არ მოადგენენ. ნუ რას ვიზამთ? რთული წერტილია. მზად ხარ ჰოლივუდ? $176 გათიშულია კაპიტანო. ყველა ბლოკი გათიშულია, შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება. კარგი. მიდი ჯეისონ. გათიშეთ ამოხეთ ქვისაწინააღმდეგო მოწყობილობა. დავიწყეთ უარყოფითი წნევის ტესტი. შენი აზრით ბოლო შემოწმება. იმედი მაქვს კი, ეს ჯოჯოხეთის ორმოა. დიდხანს ვერ ღარ გაკაჩავ. ზულეს ხარ? გოლი. $45 კილოგრამი თითო კვადრატულ ინჩზე. ყველაფერი რიგზია. რბილად რომ თქვა, ცოტათი გვაწვება. დონ, რაკენი მიიღე ის ღვინო ერთი თვის წინ რომ გამოგიგზავნე. კი, მადლობა. მივიღე კი არა დავლე კიდეც. ძალიან კარგია. კი. სუპერ ტასკანია ხო? გაჯა. ო, ვიცი რომ მოგწონს. გაია. რა? გაია ქვია. ხო. გონი ნახევარი გზა გაიარეს. ამ ბოლო დროს რამდენი ყავა სომჰენგ? კაპიტანო, მე რამდენიმე თვის წინ მივატოვე ყავა და ახლა მხოლოდ მწვანე ჩაისვა. ყოველდღე იოგათი ვარ დაკავებული და ყავას არ ვეკარები. ორი კვირა ასე ვარ. სამი მთელი ერთი მეგაპასკალი. რაღაც არ მომწონს. მაღალი წნევა. 6.2 მეგაპასკალი. $9.6 მეგაპასკალი. ზედმეტად მაღალი წნევა. $9.6 გავჭირდით. ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ხო, მანქანის ორად გასახლეჩა საკმარისია. გავაღოთ ზედარკალებისებრი სარქველი. ჰოლივუდ გახსენი სარქველი, წნევა უნდა დავაგდოთ. ბატონებო, სამწუხაროდ ტესტირება. წარუმატებლად ჩაიარა. მასეც ვერ ვიტყვით. დონ, კარგი ტესტი. იწყება 0-ით, გრძელდება 0-ით და სრულდება 0-ით. მადლობა. ხო, წნევა იყო, მაგრამ ტალახი არ დამინახავს.
ამიხსენი რა მოხდა? Now explain that to me. ვაღიარებ, დამაბნეველი შედეგია. Kaluza and მე და კალუზამ ამ მილსადენზე მილიონჯერ ვილაპარაკეთ. აქ რაღაც უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. something off with it. მისი აზრით წნევის მაჩვენებელი ურევს. ანუ არასდროს შედეგს ვიღებთ? დიახ, ჯეისონმა იცის რას გულისხმობს. What he's talking about. ეს ნულზეა დაყენებული ხომ ასეა? კი. აქეთ შემომხედე, ჩვენ ეს გჭირდებოდა. კალბი ჩვენება. აქ არის ბუშტის წნევა, რომელიც რკალთან არის გაჭედილი და ბურღის წნევად იკითხება. Trapped რადგან აი აქ არის გაჭედილი. reads like drill pressure because it is Ai, trapped ak. right there. სენსორზე აქ აჩვენებს. თუ ნამდვილად წნევის პრობლემა იყო, მაშინ ტალახი ამოიბრქვეოდა და ამ ადგილს წალეკავდა. Right back up and out of that drill pipe right there. Now, როგორ დავამტკიცოთ, რომ ეს დებულება სწორია? run that negative pressure. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარებთ უარყოფითი წნევის ტესტს, მაგრამ ახლა ტესტს მაღალი წნევის მილზე ჩავატარებთ და არა საბურღმილზე. აშკარაა, რომ პრობლემა საბურღმილშია. შანსია რა წნევის მაჩვენებელი 9.6 მეგაპასკალი იყოს და მან მანქანა შუაზე არ გახლიჩოს. ისე რომ ამ წნევამ არანაირი სითხე არ გამოუშვას. And not have any fluid being forced up and out of that pipe by that pressure. ბიჭებო, ფეხსაცმელი ტალახით ხომ არ გაქვთ სავსე? არა? გონი დაიძაბა სიტუაცია. ან საბურღმილშია პრობლემა, ან სენსორი არასწორ შედეგს გვიჩვენებს. A false reader. ან შეიძლება ჩვენი აღჭურვილობის ათასობით მოძრავ ნაწილს შეცდომაში შევყავართ. ამის გარკვევას კი მოვახერხებთ მაშინ, როცა უარყოფითი წნევის ტესტს მაღალი წნევის მილზე ჩავატარებთ და And if თუ მაჩვენებელი ნულით დაიწყება და ნულით დასრულდება, მაშინ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. we need to know. არ მეთანხმებით? არ ვიცი გეთანხმები თუ არა, მაგრამ შემოწმება არასდროს გვაზიანებს. შვენიერია. როგორ მიდის საქმეები, ბატონო ჯიმი? შვენივრად? ასე არა, ადონ? აბარა. ბიპი მშვენიერ მდგომარეობაშია. კი არის. ეს ბიპის ნავთობია. ჭეშმარიტად. ჩვენ კი დაქირავებული მუშები ვართ და ნავთობის მოპოვებაში გეხმარებით. მართალი ხარ, ბატონო ჯიმი. But we მაგრამ ჩაბარების ვადიდან 50 დღე გავიდა და ნავთობი ჯერ კიდევ არ მოგვიპოვებია. მისტერ ჯიმი, სამზარეულოში პრობლემაა. უსაფრთხოების თემა. რამდენიმე წუთს დაგართმევთ. That's 43 days. 50 დღე კი არა, 53 გავიდა. მარტივი არითმეტიკა. რომ ამარც უნდა ჩაგვებარებინა და ახლა 20 აპრილია, შესაბამისად 53 დღე გავიდა. მეგონა ხარ ბიტიბები მათემატიკაში კარგები იყავით. კარგი ბატონებო. დაიწყეთ დიუი. ნეგატიური წნევის ტესტი მთავარ მილსადენზე. Switching to kill line test. ვიწყებთ ნეგატიური წნევის ტესტს. Bladder effect. შენი აზრით სენსორი არ მუშაობს? ისე მგონია, რომ დონ ვიდრინის პირიდან ყოველთვის ტყუილი ამოდის, მაგრამ მგონი ახლა სიმართლეს ამბობს. I mean, ლოგიკასთან ახლოსაა. არ ვიცი რომელ მილსადენს რა უხდება, რადგან it's got merit, but მე არ ვარ მაგის სპეციალისტი. apply to drill pipes and kill lines. It's a little above my pay grade. ჯობდა ტალახი ჩვენი თვალით გვენახა. ოჯახ ჯიმი. კომპანია BPD Potter Horizons უკვე მე-7 წელია ყველაზე უსაფრთხო წერტილად აღიარებს. და ეს ყველაფერი პირველ რიგში ამ კაცის, მისტერ ჯიმის დამსახურებაა.
ნულზე გაჩერდა სერ. წნევა არ ფიქსირდება. გილოცავთ. გამოცდა ჩაბარებულია. დაბურღ მილში ისევ 9.6 მეგაპასკალი ფიქსირდება, ორივე მილში ერთნაირი წნება უნდა იყოს, სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ დაბურღ მილში რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს და რატომ უბრუნდებით თემას? არ ვიცი, ალბათ წვრთნების დროს ასე მასწავლეს. არ არის ტალახი, არ არის დინება. ამიტომ საქმეს უნდა მივხედოთ. როდი შეგვიძლია გადავკეთოთ კარი? არ გამინძრები მანამ, სანამ მისტერ ჯიმის არ გავაგებინებთ. შენ რა კაცი არ ხარ? არ ხარ დასრული პიროვნება. აღჭურვილობა გაქვთ. საქმის გაკეთება იცით, მაგრამ არაფერს აკეთებთ. წნევის მაჩვენებელი ნულს არ აცდა. თქვენ კატებივით ნერვიულობთ და საქმის დაწყება გეშინიათ. ლონდონში ჩემს ბოსებს ასეთ რამეს გადავცემ. ბობ. კეთანხმები. კარგი. შეგიძლია მისტერ ჯიმის დაურეგო. ახლა თქვენი ნაყინის ჩამას არ ვაპირებ. მისტერ ჯიმი გისმენთ? ჩავატარეთ ტესტირება და წნევის საზომი ნულს არ სცდება. ვიწყებ ნავთობის ამოღებას და შენი თანხმობა მჭირდება. დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი, ჯეისონ? მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ტესტის შედეგები დამაკმაყოფილებელია. ისინი მაწვევიან და არ ვიცი რა ვქნა. არანაირი დინება? ასეა. ძად ვართ? თული საღამო გველის. შენ მონიტორინგი გააგრძელე, კარგი? მადლობა. გამოცდა ჩაბარებულია. მოემზადეთ 10,000 ბარელის ამოსაღებად. გონი ჯობია შხაბი მივიღო და დავისვენო, სანამ რთული საღამო დამდგარა. ძიმე შრომა მოგიწევს? ნაყინი ჯამე მაიკ. ფიგურას უფრთხილდები. წავალ გვამლის დეტექტორებს შევაკეთებ, თორემ არ მინდა ვინმე შემომელახოს. კარგი იდეა. ფელიციამ მომიკითხე. მისტერ ჯიმი? აიღო. სურათი გადავიღოთ, კარგი. ჯიმი გილოცავთ. დიდი მადლობა. დაიწყეთ მუშაობა. ტესტი ჩაბარებულია, ვიწყებთ ნავთობის ამოღებას. კარგი. კატებივით ნერვიულობთ, არა? მე ისეთი კატე მყავდა. ლაბრადორი კინაღამ დაგლიჯა. ხსნის სარქველს. იმედი მოქვს მონსტრს ძინავს. წყალსადუმბი მუშა მდგომარეობაშია. მეორე აბზის 4%-ია შევსებული. მეგობრებო, ტესტმა შეფერხების გარეშე ჩაიარა. დავიწყოთ ტალახის ამოკაჩვა. ტალახის გადაადგილება ჭიდან ამოღების დროს მის განცალკევებამდე ახდენს ტალახის სტაბილიზირებას. დემონ ბენქსტონ გიკავშირდებათ დიპ-ვოთერ ჰორიზონი. შეგიძლიათ მოგვიახლოვდეთ და წაიღოთ ტვირთი. მოქმედების დასაწყებად მოემზადეთ. ორი პოზიცია გვაქვს. ყველა სტანდარტი დაცულია. ჭირდება 10,000 ბარელი. ყურადღება ტესტი ჩატარებულია, გილოცავთ მეგობრებო. მაგარია, მალე აქედან წავალთ. 2-3 დღე და სახლში ვიქნებით. ლუდს დავლევ. ვითევზავებ. 2-3 days maybe. Be in my boat, drinking me a beer, catching me some sakale. რასი ლამაზია. დალში მივდივართ. მეგონა გარეთ გადიოდი. გეგმები შემეცვალა. დრუსებით სიარული, ლუდი და ტელევიზორი, არა? ჩემი საყვარელი გეგმა. უბრალო სოფლელი გოგო ვარ. გახმოვანებულია აჯარა ნეთქომის მიერ. %45. 75%. ზევით იწევს ჯეისონ, უფრო ძლიერი დინება შეიმჩნევა.
კარგი შეწყვიტეთ ამოქაჩვა. კაცი შედანადგარი. ალბათ რაღაც არ მოეწონათ. Hey, boys, I'm gonna go check. დავალ მოვსამაქაურებას მიხედეთ, კარგი? კარგი. არ ჭირდება. ხალხი გამოიყვანე, მოაშორე იმ ადგილს. რა ხდება? ბატონებო, ჩვენ ხომ უკვე ვივარაუდეთ, რომ რაღაცაში იყო საქმე. თქვენთვის არ უნდა დამეჯერებინ, ახლა კიდე ახვიეთ აქედან, სანამ თქვენს დაზარალებულ ხართ. ეს კომენტარი გათვალისწინებული იქნება. სახლში წასასვლელად მზად ვარ. რა ხდება აქ? What you got, Caleb? What the hell does he do? ასე გეთებ. ჭიანდება. რა ჭიანდება ხდება? დინება? ედავთ რა ხდება? დინება შეიმჩნევა, გესმით? არ ჭირდება. ჯეისონ ხედავ? დალახს ვერ ხედავ, ახლა რა ვქნათ? ჭიანდება, ამოხედქა. მაიკ რა ხმა იყო ეს? ამოხედქვი საწინააღმდეგო მოწყობილობა შევკეტავ. დაკ მოდი აქ. დაკეთე? გასასვლელად 30 წამი გვაქვს. ყველანი რიგზე ხართ? დაიწყეთ ამ სართულის ევაკუაცია, მზად იყავით განგაში სასატეხად. ადამ, ჯეინ. დავქნათ. გალებ, საბურღი მილის სარქველი გადაწიე. ისევ გენი რომ ყველას გასიამოვნოთ. No, I understand. I understand. I'm doing my best to accommodate it, but look, we got things. კარგი. კარგი. კარგად ვართ. კარგად ვართ. ყველაფერი რიგზია. გალებ როგორ ხარ? მილსა და ნიდახურეთ? არა. ბიოპი მოაგვარა სიტუაცია. ეს უბრალო ამოხეთქვა იყო. ასეთი ამოხეთქვა ჯერ არ მინახავს. მეგი და მისი პინგვინი გაანადგურა. შანსი არა. სერიოზულად გეუბნები? ამის გარეშე მოახერხა? არ არსებობს. ნამდვილი დინოზავრის კბილია. ორმოში სიგნალიზაცია ჩაერთო. კიდევ ერთხელ. სულ ასე ხდება. უნდა გადავრეკო. გადაწიე? კი, შენ? განგაში. გამოდით, ცნებამ კატასტროფულად მოიმატა.
და აქ მეორე სარკველი გადაკეთე. ადამ შეინ ოთახში შემოდით. დავედით მეგობარო წამოდი. აქედან უნდა გავიდეთ სწრაფად. დაგვერხა გავედით. სარკველი გადაკეთე. გადაკეთეთ სითხე მილში უნდა გავუშვათ. ახლა რა ვქნათ? აქედან უნდა გავიდეთ. კაბელ გამოდი აქედან. კარგად ხარ? სიგნალიზაცია არ ჩაირთო. ძავალ დანარჩენებს გამოვიყვან, მიდი. შეჩერდით. Trilad. Mis dēdats. Deepwater Horizon. Bankstone-იდან გიგავშირდებით, გესმით ჩემი? ამოხეთვის საწინააღმდეგო მოწყობილობა აღარ მუშაობს. დონალდ მილი გადაკეთე ახლავე. რა მოხდა დაკ? კით. გორდი წამოდი. ახლავე უნდა წავიდეთ. ქიმიური განგაშია. ბიძგები ხშირდება. ძრავს ვეღარ ვაკონტროლებ. სტაბილიზება შეუძლებელია. მეჩვენება თუ შენი ოთახი განათდა. მაგენტა. კატასტროფული სიტუაცია. ჭიდენ ნავთობმა ამოხეთქა. რა? მაიკ. სანაპირო დაცვა. Deepwater Horizon-დან გიკავშირდებით. რას ეკეთებ? ეგით ხარი სანაპირო დაცვას დაურეკეთქო. გადმოგირეკავ. კატასტროფის და უბრალო ამოხეთქვის შორის განსხვავებას ვერ ხედავ? რატომ გაითიშა მონიტორი? ვუკავშირდები სანაპირო დაცვას. გაუძელი და მალე გაგიყვან.
დამეხმარეთ, ხო? სანაპირო დაცვა Deepwater Horizon-ი აფეთქდა, დაგვეხმარეთ. We've had a major explosion. We need assistance. ცეცხლი უკიდია. Pete, we've had a massive... Deepwater Horizon-ს ცეცხლი უკიდია, დახმარება გვჭირდება. ვიმეორებ, Deepwater Horizon-ს ცეცხლი უკიდია, დახმარება გვჭირდება. არ ვიცი გადარჩენილები არიან თუ არა. სანაპირო დაცვა New Orleans-ი. ეს გადაამოწმე. სანაპირო დაცვა გისმენთ? ნავთობის პლატფორმას ცეცხლი უკიდია, დაგვეხმარეთ. გასაგებია. ნავთობის პლატფორმას ცეცხლი უკიდია. ვენისიდან 89 კილომეტრის მოშორებით. რა ქვია გემს? ლეიტენანტი დეგანი გისმენთ. ადგილმდებარეობას ვერ გვეტყვით? არ ვიცი, ჯერ თქვენი სახელი მითხარით. ახლა სად იმყოფებით? პერსიონის პორტის სამხრეთით ნავთობის პლატფორმა იწვის. ეს არის გრძედი და განედი. სერ, სატელიტის მეშვეობით დავინახავთ. ღმერთო ჩემო. ამ საქმეს უნდა მივხედოთ. Listen, guys, we need to bump this up. სრული მობილიზაციაა საჭირო. Area, see what kind of float... გამარკვიეთ, რამდენი გემის და ვერტფრენის გაგზავნა შეგვიძლია. I need to know how many Bravo aircraft we have up. Okay, get them. წარმატებები აბა თქვენ იცით. ჯანდაბა. ჯანდაბა. დაწყებულია ევაკუაცია. დაგი. დაგი, გესმის ჩემი? გესმის ჩემი დაგი? ჩემი პატარა ძმა. რა? დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა. შენი პატარა ძმა აქ არ არის. ფეხებს ამოძრავებ? ჩემი ძმა. დაგი, ახლა უნდა ადგე. მაშვილ ნავამდე უნდა მივახციოთ. დაგეხმარები, კარგი? მეორე პროპელერი მწყობრიდან გამოვიდა. ძრავის 4 პორტი გაითიშა, მხოლოდ 4 გადამრჩა. ახლა რა ვქნათ? ჩემი ხელით გავმართავ. მიდი პატარა. Deepwater Horizon-ს ცეცხლი უკიდია. მიდი. ოთხმოცდაათი გრადუსით მოატრიალეთ. ნავები უკვე ჩაუშვით წყალში.
მიდით პირველად დახმარების ნივთები არ დაგავიწყდეთ. სწრაფად იმოქმედეთ. ნაბიჯვარი. აკეთ გესმის ჩემი? ეს ბიჭი ნავზე უნდა დავსვათ. სერიოზულადაა დაზიანებული. ფეხებზე მკიდია. არ გესმის, ძალიან არის დაშავებული. დამშვიდდი. მისტერ ჯიმი არ გინახავთ? თავის ოთახში იყო. ეს კაცი პლატფორმიდან გაიყვანე, გასაგებია? ყველანი დაწყნარდით. დამშვიდდი. კარგი, წავედით. გესმით? არის საქმე? კარგად ხარ? გონი გეიმ. სად მიდიხარ? იქით, შეხვედრის ადგილზე. არა, ახლა მაშველებთან უნდა წახვიდე, წამოყევი. კედელს გაყევი. კედელს გაყევი. მისტერ ჯიმი. არის საქმე? ბატონო ჯიმი. აქ ვარ. ვინ არის? აკეთ. მისტერ ჯიმი აქ ხართ? ვერაფერს ხედავ. რა მოხდა? აუფეთქდით. ყველაფერს ცეცხლი უკიდია. უკვე გამოვედით წყობრიდან. გულსადენი გადავკეტეთ? არ ვიცი, არ მგონია. დავიღობეთ, მაიკ. ხიძე გამიყვანე. ეხლა ვეწამოდი. წამოდი. ძად ვართ. ვერ ხვდები სად ვართ, მაგრამ გავაგნებ გზას. მილსადენი აფეთქდება. წამოდი ჯიმი, წამოდი. თუ წყალში ჩავარდები, ფანარი და სასტვენი გამოიყენე. პლატფორმიდან რაც შეიძლება შორს წადით, გესმის? სანაპიროს დაცვას ველოდებით თუ? არავის არ ველოდებით, უნდა წავიდეთ, წავედით. წყალს ცეცხლი უკიდია. ვინ ხელმძღვანელობს საჰაერო დანაყოფს? აღმოსავლეთ ჰოსპიტალები, ვეს ჯეფერსონი და ტიულანი მზადყოფნას აცხადებენ. გასაბრენად მზად ვართ. წყალში ხდებიან. 3 ადამიანი დაინახეს. ვერტფრენები როდის მივლენ ადგილზე? 35 წუთში. 30 წუთით იგვიანებენ. გასაგებია. მაშულთა გუნდი დიპ ჰორიზონზე მიფრინავს. დაახლოებით 25 წუთში ადგილზე ვიქნებით. ჩასხედით ახლავე.
კარგად ხარ? კი, წამოდი. გაიგე ხმა? რომელი ხარ? აქ ვიღაც არის. გალები ვარ, დახმარება მჭირდება. შენ ხარ? უნდა გავიდეთ. მე თან იმ თელს ოთახს მოედო. ძალიან მტკივა, ვერ მოძრაობ. ოიცადე. კინე შენ ზვალშია გაჭედილი. მაიკ, უნდა გამოვათრიოთ, რამენაირად უნდა ავწიოთ. გაუძელი. ელექტროენერგია გაითიშა. კარგი, ერთი წამით მაცადე. მაფიქრე. მილს გადავკეტავ. არ გახვიდე. ამის უფლებას ვერ მოგცემ. We don't have the authority. ჭას თავზე უნდა დავახურო. ილოქს არ შეეხო. ავარიული გაჩერების დროა. ამის უფლება არ გვაქვს. არ დააჭირო. დაგვეხმარეთ. წავედით ფეხით უშენო ჩვენთან ვართ. ერთი წამი ჩემომხედე. ქვევით არ ჩაიხედო, კარგი? მე მიყურე. ქვევით არ ჩაიხედო. გამოწიეთ, წამოიყვანეთ. გავედით აქედან. დანაბირო დაცვა ლეიტენანტი დიგანი გისმენთ. გამარჯობა. არ მინდა თქვენი შეწუხება. ვიცი ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჩემი ქმარი, მაიკ უილიამსი, დიპვოთერ ჰორიზონზეა და დიახ, მე როგორც გვეუბნებიან პლატფორმას ცეცხლი წაეგიდა. მეც ვერაფერს გეტყვით. დიპვოთერ ჰორიზონზე გაჩნდა ხანძარი. რადგან იმდენი პლატფორმაა, რომ დიახ, დიპვოთერ ჰორიზონზე ცეცხლია. მეც ვერაფერს გეტყვით, მე ახლა უნდა წავიდე. რა მოხდა? კენ კარგად ხარ? გოშკი თავზე დაგვეცემა. წავედით, ნავი მიდის. ეს ამწე კოშკს დაანგრევს. წავედით. ამწე უნდა გავაჭეროთ, თორემ ყველანი დავიხოცებით. დეილს რაბა დაუჩქარე. დაგვეხმარეთ. მაღლადი. მიდი დეილ.
გამოდი მაქედან. ჩქარა. მერტო ჩემო. ვინდერ ჩეხიძე. ფლეიდა. კუჩტა. გააჩვინავზე. ანდრია. უკვე მოვწყდით? არა. ანდრია, საავარიო სისტემაზე ხელი მიმადებინე. მილსანდეს ჩავკეტავ და ჭას დავხურავ. ამ ცეცხლს ახლა ვეჩავაქრობ. ისე ვიწვის? კი. გთხოვ. ისე ვიწვის, მისტერ ჯიმი, უნდა გავიდეთ. უკან დაიხიეთ ახლავე. გენერატორი უნდა გადავრთოთ. გენერატორია გადასართველი. მეხანძრეებისთვის? არა, პლატფორმა ცოტა ხნით უნდა შევაგავოთ, რათა მილი არ აფეთქდეს. სხვა ვერაფერს ვიზამთ, პლატფორმას ვერ შევინარჩუნებთ. ცდად ღირს. კარგი, შეიძლება მართალი გამოდგე, მაიკ. მეორე მხარეს უნდა გადახვიდე. ხო, ვიცი. მოყვები. დარწმუნებული ხარ? კი. დადი, მაიკ. ის კვლავ იწვის. პლატფორმას ცეცხლი უკიდია. რას გვეტყვი, მაიკ? დიახ, პლატფორმა იწვის. გისმენთ? ნატალი, ფელისია უილიამსი ვარ. ჩვენი ქმრები ერთად მუშაობენ. სანაპირო დაცვას დაუკავშირდი და როგორც ჩანს, მართლა ხანძარი გაჩენილა, იქნებ შენი ცოდა რამე. რა გითხრა სანაპირო დაცვამ? ხანძარიაო. შელიმ გაიგო, რომ ხალხი პლატფორმიდან ხდება. რას აკეთებ? ახლა ვერ დაგელაპარაკები. რა ხდება? მე რა გეტყვი? ჯანდება. ზამოდი. ღილად მოძრაობა განაგზეთ. ჯანდება, ცეცხლი მიკიდია. ჯანდება. ხელთათმანები არ გაქვს? მაიკ. მაიკ აქ ხარ? მაიკ, გენერატორი ჩართე. იცი როგორ უნდა ავამუშაოთ? არა, მაგრამ არ იქნება რთული. მე გადავები. მიდი, ეს არის ჩამრთველი. თავარ ღილოქს უნდა დავაჭიროთ. ოჯახ მეგონა კითხვა არ იცოდი. ძალიან სასაცილო ხარ. მე სტიპენდიანტი ვარ, არქიტექტურაზე ვსწავლობ. აბა, აქ რა ჯანდაბას აკეთებ? დედაჩემს ვეხმარები. კარგი ბიჭი ხარ. ოჯახ. მისტერ ჯიმი, ჩაირთო შუქი. იმოქმედების არეალს ვხედავთ. კარგი. მიდი, ნელა. მიდი, იმუშავე, გთხოვ.
ჯანდება. გადაწიე ჩართე. Turn on position. ვიგავი ხარ ამოდი. უნდა აინთოს. მიდი. აი ასე. ოჯახ, მისტერ ჯიმი. მოვიდა რა? ჩართე მაიკ. კუჩტა დამეხმარე. დახურე კარი. უნდა წავიდეთ. ჯიმი წავედით. ბიჭებო, ცოცხლები ხართ? ნავში უნდა ჩავსხდეთ. ახლავე. დავედით. დავედით. მათ მიგვატოვეს. მიგვატოვეს. ჯანდება. სამაშველო დროსი. დანა არ გაქვთ? დანა მჭირდება. ღილად. გახსენი. გადაადრიალე. დავედი ჩქარა. დამოიღე, ჯანდება. ღილად, გაჭიმე. დამოდით. ჩასხედით, სწრაფად. სად არის ანდრია? დავედით. მოიცადე. მოიცადეთ. აქედან ვერ გადავხტებით. ზევით უნდა ავიდეთ. წამოდი. ნელა. მაშველები მოვიდნენ. წამოდით. წამოდი, უნდა ავიდეთ. წამოდი. იბებზე ადი, მაღლა უნდა ავიდეთ. ჯანდება სწრაფად. წამოდი. ორიგინალია თუ 8 ცილინდრიანია. შენი მუსტანგი. ორიგინალია თუ 8 ცილინდრი აქვს. ორიგინალია. არა უშავს. შეგვიძლია თავიდან ავაწყოთ. რას გულისხმობ? მე და შენ თავიდან ავაწყობთ. მე და შენ. შემომხედე, ზემოთ ავიხედავთ და გადავხტებით. გასაგებია? ცეცხლს უნდა გადავახტეთ.
არ შემიძლია. რა არ შეგიძლია? ვერ აწყობ ძრავს თავიდან. ვერ გადავხტები. არ დავიწვევით გასაგებია? We're not gonna hit the fire. არ მინდა სიკვდილი. არ მინდა. არ მინდა. სხვა გზა არ გვაქვს. ან გადავხტებით, ან დავიწვევით. ნუ მეხები. ნუ მეხები. ნუ მეხები. გადახტი. შენ გადახტი. არა, რასაც შენი ზამ იგივეს ვიზამ მე. ჩემ ცოლს ფელისიას და ჩემს ქალიშვილს სიდნის ვერაზროს ნახავ, გესმის? მე ნუ მაბრალებ. თუ არ გადახტები, ვერანაირად ვერ გადარჩები. Me right now. კარგი. This rig. მე წავედი. თუ აქ დარჩენა გინდა? დარჩი. You stay here. ოიცადამ, რა ფერია შენი მუსტანგი? Andrea. თუ თქვენ სახელს და გვერდს ამოვიკითხავ, ხმა გამეცით. შეინ ალბერსი, აქ ვარ. გაბელ ჰოლოვეი, აქ ვარ. ანდერსონი. ჯეისონ ანდერსონ აქ ხარ? ბურგველთა გუნდიდან არავინ ხართ აქ? არავინ? დონალდ კლარკ აქ ხარ? დიუირებეთ. შეინ როშტო. Adam Manner. Roy Kemp. Ekimizevita. Dale Berkin. Gordon Jones. Carl Inger. Steven Curtis. Kit Manuel. მადლობა.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი. იყოს ნება შენი ვითარცად ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ორი ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი. ვითარცად ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროდისაგან. თქვენი სახელი სერ მაიკ უილიამსი. და ისვენი და შემდეგ ჩემთან მოდი. მისმინე, შენც იყავი პლატფორმაზე? კი. ჩემი შვილი შენთან ერთად იყო? ვინ? გადარჩა? სად არის ჩემი შვილი? სად არის ჩემი შვილი? გადარჩა თუ არა? არ ვიცი. ჩემი შვილი შენთან ერთად იყო? დამეხმარეთ, გთხოვთ. მაიკ უილიამსი ზღვაში არ დაბრუნებულა. ის ახლა ტეხასში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მახსოვს თვალი და უხუჭე და ლოცვა დავიწყე. მერც ვეუბნებოდი, რომ რაც შემეძლო ყველაფერი ვქენი და თუ გადავრჩებოდი, ეს ყველად არ მოხდებოდა. მისტერ უილიამს ფეხზე წამოდექით, მარჯვენა ხელი აწიეთ და იფიცეთ, რომ მიიტყვით სიმართლეს და არაფერ სიმართლის გარდა. ვიცევ სერ, მადლობა. წინა თლეს გავყევით და წყლიდან დინამიური პოზიციის ოპერატორი ანდრეა მოვიყვანეთ.
position operator. ანდრია ფლეიტასი კალიფორნიაში ცხოვრობს. ის ნავთობის ინდუსტრიაში აღარ მოღვაწეობს. საბოლოო გაფრთხილების გასაცემად მივედი და ვთქვი, რომ პლატფორმას ვტოვებდით. ვინ იყო იმ დროს თქვენი ხელმძღვანელი? პლატფორმის მენეჯერი. მისტერ ჰარელი? დიახ. ჯიმი ჰარელი ტრანსოშენში მუშაობას განაგრძობს. ერთ აფეთქებას მეორე აფეთქება მოხდა. ამ დროს ქვედა სართულზე დავრეგე და არავინ მიპასუხა. ბიბის წარმომადგენლები რობერტ კალუზა და დონალდ ბიდრინი არა განზრახული მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. 2015 წელს მათ ბრალდება მოეხსნათ. ყველაფერი, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ არ მოხდებოდა, მოხდა. ხალხი დაიღუპა. 2010 წლის 20 აპრილს დიპვოტერ ჰორიზონზე აფეთქების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. I'm not coming back. Got a one-way ticket, I'm going home. Back where I started from. Oh, take me down south. Will you take me home, Lord? Will you take me home, Lord? The last time I saw you, I meant to say I love you. I've been right and I've been wrong, but I always miss you when I'm gone. Oh, take me down. ამოხეთქვა 87 დღე გრძელდებოდა და მექსიკის ყურეში 210 მილიონი გალონი ნავთობი დაიღვარა. ეს იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე საზარელი ნავთობ კატასტროფა. ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები ალექსანდრე ქურასბედიანი და ნესტან ხახუბია. მის რეჟისორი ზურა გოგლიანი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.